არ დაიჯეროთ არ ეხავს ამაზე ლაპარაკი. არ ეხავს არანაირად. ეს ვირუსები, იწვევენ ხშირად საშუალო წყლის კიბოს, ასევე შეიძლება გამოიწვიონ ანუსის კიბო, კაცებში პენისის კიბო და ასევე ძალიან არა, მაგრამ ხშირი არის კაცებში, რომ იწვევდეს ხორხის კიბოს. უბრალოდ კანთან მიდების დროსაც კი შეიძლება ეს ინფექცია გავრცელდეს. ემპირიულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაცებიც აიცრან და ქალებიც. ტესტი, რომელიც არის რუტინული გამოკვლევის ინსტრუმენტი, რომლითაც ამ რაღაცა კატეგორიებულ უჯრედებს, კიბოს წინარე მდგომარეობებს ვადგენთ, რომ იმის შესაბამისად უკვე ექიმმა ინტერვენციები დაგეგმოს. თუ კი ვთქვათ, პაპ-ტესტში რაღაც ცვლილება არის და ჩვენ ხედავთ, რომ ეს უჯრედები გადაგვარებული არის, უკვე წინასწარ ვიცით, რომ კაცების შემთხვევაში ვთქვათ, სასქესო ორგანოებზე თუ იქნება საუბარი, არ გვაქვს ტესტი. მესმის, რომ მშობლებისთვის ხშირად სენსიტიური თემა არის, რომ ეუბნები, რომ 10 წლის ბავშვი უნდა აუცრა, მე ხა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. გასაგებია, რომ ქალები უფრო ზიანდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანუ ეს არ გვაინტერესებს კაცებს რა მოსდით. ისინი მიწმა კომენტარებს წერენ, შემდგომში მიდიან და იცრებიან თვითონაც და თავის შვილებსაც ცრიან ამ. არავის არ ამონათებს, იმიტომ რომ ვიღაცა სექსი აქვს. შენო 19 წლის ხარო, უკვე ძალიან გვიანარიო, რეზისტენტული გონორია. ამაზე იფიქრეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს ვიწერთ. ამჯერად ჩვენი სტუმარი უკვე მეორედ ამ ახალდაწყებულ პოდკასტში არის ნინუკა გოგიჩაძე. აი პირველ ეპიზოდში დავაანონსეთ, რომ ვისაუბრებდით ადამიანის პაპილომა ვირუსებზე. რატო არის ადამიანის პაპილომა ვირუსები მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დღეს გვაქვს ბევრი სერვისი, უკვე კარგად შევისწავლეთ უმეტესობა სეროტიპი, ანუ იგივე შტამი ადამიანის პაპილომა ვირუსების და გავარკვიეთ, რომ ბევრი მათგანი განსაკუთრებული უხასიათობით გამოირჩევა. მაგრამ ადამიანებმა მე ვარაუდობ, რომ არ იციან ამის შესახებ, ამიტომ სერვისებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მიმართვიანობა შედარებით დაბალია და ამ პრევენციულ ღონისძიებებს არ მიმართავენ. ნუკა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის და მოდი ვისაუბროთ ადამიანის პაპილომა ვირუსებზე. რატო ვამბობთ ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ ვაქცინა, რომელიც არსებობს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ, ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა. რა კიბოებზე არის საუბარი, რამდენად გავრცელებულია, რამდენად საშიშია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ პლატფორმას უთმობთ ჩემს ყველაზე საყვარელ თემას, რომელიც არის პაპილომა ვირუსები, ადამიანის პაპილომა ვირუსები. აქ ცოტა cheat note იმაქვს, რომ რამე არ დაგვავიწყდეს. არაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს. მოკლედ, პირველ რიგში რატო ვამბობთ, რომ ეს არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა? იმიტომ რომ პაპილომა ვირუსები აინფიცირებენ როგორც კანს, ასევე ლორწოვან გარსებს და მოდი ჯერ მარტივზე ვისაუბროთ, კანის პაპილომა ვირუსები, რომლებიც ანუ მეჭეჭები კი. მეჭეჭი, რომელიც, რავი, მე მგონი ჩვენ თუ არა, ჩვენ მეგობართან, ჩვენ ოჯახის წევრს მაინც აქვს ან ჰქონია, კანით კანთან კონტაქტით გადადის ძალიან მარტივად, არ ვიცი კამერაში ჩანს თუ არა, ერთი ცალი პატარა პაპილომა მაქვს, მეც აქვს და ამ პაპილომებს ვეძახით, რაც ნიშნავს კანიდან გამოზნექილს. მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ღირებულება აქვს. ეხლა ეს რომ მქონდეს ძალიან ბევრი შემაწუხებდა და მარტივად მოსაშორებელია თქვენს დერმატოლოგთან იქნება ეს თუ მკურნალ ექიმთან შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია და მოკლედ სიცოცხლისთვის ეს საშიში არ არის. რაც სიცოცხლისთვის ნამდვილად საშიშია. ანუ არც მაგისი გაავთვისებიანობა, ესეთი რისკები, რის ზოგჯერ ეს ნამდვილად არ არსებობს. რაც ნამდვილად სიცოცხლისთვის საშიშია, არის პაპილომა ვირუსები, რომლებიც აინფიცირებენ ლორწოვან გარსებს და ეს ლორწოვანი გარსები გვხვდება, როგორც ვთქვათ, გენიტალიების არეში, მე მგონი სწორად ვამბობ ამას, ანუ იქნება ეს ვთქვათ საშულოსნოს ყელი, ანუსი, ან ვთქვათ სასუნთქი გზები, ფარინქსი, რომელსაც მოდი მე ჩავყვეთ ესე და რაღაც მხოლოდ ტერმინოლოგიის რახარუხი რომ არ იყოს. ხო, თან ესენიც დავაზუსტოთ, ნინუკა, მაგალითად, როცა ვსაუბრობთ საშულოსნოს ყელზე, ხო, ახლა მეც მქონია შემთხვევები, როცა კითხებიან, აი კონკრეტულად რაზე არის საუბარი და ასე შემდეგ. ხო, რომ ეს საშულოსნოს ყელი რო ორგანოა, ის არ არის საშულოსნო, ის არ არის საშო და ასე შემდეგ, ხო? აი ამაზეც რო გავამახვილოთ ყურადღება და იმაზეც რომ როცა ვსაუბრობთ პირხახის მიდამოზე, ხო, აი აქ ზოგადად აი ეს სისტემა მთლიანად
მთლიანად იგულისხმება. კი, მოდი ჯერ ეს წინადადება ვთქვათ, რომ სქესობრივი გზით პაპილომავირუსები, სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. და ესეთი სტატისტიკა არსებობს, რომ სქესობრივად აქტიური, სწორი ტერმინია, სქესობრივად აქტიურ ადამიანი ცხოვრებაში სქესობრივად აქტიურ ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეხვდება რომელიმე პაპილომა ვირუსი მაინც, მაგრამ ის პაპილომა ვირუსი, რომელიც ლორწოვანებს დიახ, ხო, კი. ლორწოვანებს და არა ლორწოვანსაც, იმიტომ რომ გენიტალები მხოლოდ, უფრო შიგნიდან არის ამოფენილი ლორწოვანი გარსები, თორე გარედან ჩვეულებრივი კანით, ივე ეპითელიუმით არის დაფარული. რატომ ვამბობთ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველას შეხვდება? ეს ხო ესე არის, მაგრამ კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა ახერხებს, რომ თავიდან მოიშოროს, გაუმკლავდეს და თავიდან მოიშოროს მოკლედ ეს ვირუსი, თუმცა 2 წლის მერე კიდე შეიძლება რომ შეხვდეს ეს ერთი და მერე მეორეც ყველა ვერ ახერხებს ამას და ვინც ვერ ახერხებს, უკვე ამ ადამიანებში წარმოადგენს ეს პრობლემას. მოდი ჯერ ვისაუბროთ საშუალოსნოს ყელის კიბოზე და რა კავშირი აქვს ამ ვირუსს ამ კიბოსთან, რაც ყველაზე ხშირად ამას იწვევს. ხო, და ყველაზე ხშირადაც საშუალოსნოს ყელის კიბოზე ვსაუბრობთ და მოდი უკვე ესეც განმარტოთ, რატო ვსაუბრობთ საშუალოსნოს ყელის კიბოზე ამდენს, როცა სხვა მიდამოებშიც იწვევს ადამიანის პაპილომავირუსები მძიმე გართულებებს, მაგრამ მაინც აქცენტს ვაკეთებ საშუალოსნოს ყელის კიბოზე. რადგან საშუალოსნოს ყელის კიბო, თუ კი შევხედავთ ქალების სიკვდილიანობას, მეოთხე მიზეზი არის, რის გამოც ქალები ყველაზე ხშირად კვდებიან სიმსივნეებზე, გლობალურად გვაქვს საუბარი და საქართველოში მაგალითად ყველაზე უახლესი ინფორმაცია რაც მოვიძიე 2021 წელს 281 ადამიანს ჰქონდა საშუალოსნოს ყელის კიბო და ეს მონაცემები საშუალოდ ბოლო 2013-დან 2021 წლამდე იყო ხელმისაწვდომი და ეს რიცხვი საშუალოდ ესე არის რაღაც 200-დან 300-მდე მერყეობს. ეს დაავადება თითქმის 100%-ით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ, თუ კი ადამიანები აიცრებიან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ. და მოდი მოვყვეთ როგორ შეიძლება დაემართოს ადამიანს ეს. მოდი აქვე ერთ დავამატებ ნინუკა, კოლეგებისგან რა ინფორმაციაც ვიცი, სტატისტიკა, რომელიც ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს, ჯერ არ არის ეს გამოქვეყნებული, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ჩვენ გლობალურ სტატისტიკაში ვჯდებოდით ხოლმე სტანდარტულად სულ მიყვებოდით ამას, ცოტა უკან დაიხია საქართველოში საშუალოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლებმა, ის აღარ არის მეოთხე ადგილზე, ადგილი დაუთმოს სხვებს, თუ რატო ამაზე მთელი ჩვენი პოდკასტი რეალურად მაგაზია, რაღაც შედეგები უკვე საქართველოშიც გვაქვს სამიმართულებით. კი, ამაზე ხო, მე ვისაუბროთ მაშინ მაგაზე და ჯერ ვთქვათ, რას აშავებს ეს პაპილომა ვირუსები. თავად პაპილომა ვირუსი, რომელიც სქესობრივი გზით გადაედება ადამიანს, არსებობენ, როგორც შენ აღნიშნე, ძალიან ბევრი შტამი არსებობს, სეროტიპი, დაახლოებით 200-მდე, თუმცა ყველა სქესობრივი გზით გადამდები არ არის, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ სქესობრივი გზით გადამდები არის 100, მაგრამ 100-ვე არ იწვევს საშუალოსნოს ყელის კიბოს. რამდენიმე სეროტიპი არის განსაკუთრებულად დამაზიანებელი. ყველაზე დამაზიანებელ სეროტიპებად ითვლება მე-16 და მე-18 და აღმოჩნდა, რომ საშუალოსნოს ყელის კიბოების 70% სწორედ ამ სეროტიპით არის გამოწვეული. კიდევ გვაქვს სეროტიპები 6 და 11, რომლებიც იწვევენ ეგრეთ წოდებულ მეჭეჭებს, ოღონდ გენიტალებზე, რაც ძალიან შემაწუხებელია პაციენტისთვის, კონდილომებს იგივეს, თუმცა 6 და 11, რაც კონდილომებს იწვევს, არ იწვევს კიბოს, უბრალოდ მხოლოდ ამ მეჭეჭებს იწვევს, რაც ასევე ძალიან მარტივად გადადის სქესობრივი კონტაქტით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ სქესობრივი კონტაქტი მაინც და მაინც პენეტრაციული სექსი არ არის, ხომ გენიტალების უბრალოდ კანით კანთან მიდების დროსაც კი შეიძლება ეს ინფექცია გავრცელდეს. ანუ თუ ერთ ადამიანს აქვს ეს მეჭეჭები გენიტალებზე, მეორესაც უბრალოდ შეხებით შეიძლება რომ გადაედოს. ეს ხო თქვით, რომ 70% ან მე-16 ან მე-18 არის გამოწვეული, დანარჩენი 30% სხვა სეროტიპებით არის გამოწვეული, რაც ესე არის. 16 და 18 არის მაღალი რისკის და დანარჩენები არის საშუალო რისკის მატარებელი პაპილომა ვირუსები. იშვიათად, მაგრამ მაინც იწვევს აი ასეთ გართულებას. და ასევე ეს ვირუსები, იწვევენ
ხშირად საშუალო სყელის კიბოს, ასევე შეიძლება გამოიწვიონ ანუსის კიბო, კაცებში პენისის კიბო და ასევე ძალიან არა, მაგრამ ხშირი არის კაცებში, რომ იწვევდეს ხორხის კიბოს. აღმოჩნდა, რომ ამ ხორხის კიბოს გამოწვევით ყველაზე ხშირი მიზეზი არა, სეროტიპი არის ეს სწორედ მე-16. მოკლედ, მაშინ როცა პაპილომა ვირუსი იწვევს აი ამ მიდამოში, ხორხის მიდამოში განვითარებულ კიბოებს, იქიდან ყველაზე ხშირად არის მე-16. კი, შეიძლება სხვაებიც იყოს, ეს აპრიორი არ ნიშნავს. ყველაზე ხშირად. რატო არის მნიშვნელოვანი ამ რიცხვების ხა ამ მომენტისთვის ცოდნა, თორე არ არის აუცილებელი ამის ადამიანებმა რომ ეს დაიმახსოვრონ. გვაქვს ვაქცინა, რომელიც გვიცავს სწორედ ამ მე-6 და მე-11-ესგან, რომლებიც მეჭეჭებს იწვევს და მე-16 და მე-18-ესგან, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ამ ავთვისებიან გართულებებს. და ეს ვაქცინა არის თითქმის 100%-ით ეფექტური. ეს უკვე მრავალგზის დადასტურებული არის, განვითარებულ ქვეყნებს ძალიან დიდი ხანია. ეს ვაქცინა ახალი არ არის, ძალიან უსაფრთხო და კარგად გამოცდილი ვაქცინა არის და განვითარებულ ქვეყნებში ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ საშუალო სყელის კიბოს გარდა არსებობს ესეთი ტერმინი pre-cancerous, ანუ კიბოს წინარე მდგომარეობის кейსებმაც, მოკლედ საგრძნობლად იკლო. რაც ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ვაქცინის დამსახურებაა, რაც შეეხება ამ ხორხის კიბოს. სხვა გზით იმუნიტეტი არ მიიღწევა. სხვა გზით იმუნიტეტი არ მიიღწევა. ხშირი გავრცელებული აზრი არის, რომ წეღან როგორც თქვით, რომ თუ კი გვემართება და მე თავიდან ვიშორებთ, ხო იმას ნიშნავს, რომ მაშინ იმუნიტეტი გვიყალიბდება. თან კი თან არა, იმიტომ რომ ის იმუნიტეტი, რასაც ჩვენით გამოვიმუშავებთ, სამწუხაროდ საკმარისი არ არის, რომ შემდეგ ინფიცირებას მოკლედ მომზადებულები დავხვდეთ. რაც შეეხება ამ ხორხის კიბოს, თუ კი საშუალო სყელის კიბოს, აი მოდი მაგალითებით ვილაპარაკოთ, მე მგონი უფრო მარტივია. ვთქვათ 20 წლის ადამიანს დაემართა მაღალი რისკის მე-16 პაპილომა ვირუსი და ვერ მოიშორა თავიდან და ქრონიკული ინფექცია აქვს, რაც მერე ხელს შეუწყობს ამ საშუალო სყელის კიბოს განვითარებას. ხო, თქო დავამატო, რომ ყველა შემთხვევაში ეს არა, მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც ესე უნდა მომხდარიყო, მოკლედ და ეს ადამიანი არც ექიმთან მივიდა, არც სკრინინგი ჩაიტარა, არაფერი. თუ კიბოს დამართება, მოდი ესე ვთქვათ, კიბო უნდა დაემართოს 15-20 წელიწადში. ამიტომ ის თაობა, რომელიც 15 წლის წინ აიცრა, შედეგს უკვე ხედავს, რომ ვეღარ ვხედავთ იმ რაოდენობით საშუალო სყელის კიბოს. თუმცა ხორხის კიბო უფრო გვიან ასაკში გამოვლინდება 55-65 წლის ასაკში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის თაობა, რომელიც ავცერით პაპილომა ვირუსზე, ჯერ არ მიუღწევია მასიურად არ გამხდარა 55-60 წლის, რომ შევხედოთ და დანამდვილებით ვთქვათ, რომ აი მასიურად შველის ამ კიბოსაც. და როგორც ახლა აქვს საშუალო სყელის შემთხვევაში, რომ აი ელიმინაციის ზღვარზე არიან რაღაც ქვეყნები, ან პროგრამები აქვს უკვე ელიმინაციის, მაგის მიღწევა ჯერჯერობით დრო არ გასულა უბრალოდ. ხო, და ჯერ ამიტომ ამ სტრატეგიებს ვერ გეკმოთ ხორხის კიბოსთან დაკავშირებით. მაგრამ ორი აზრი არ არსებობს მონაცემები, რაც ამბობს, რომ კი, ნამდვილად ეფექტური არის ამ კიბოს საწინააღმდეგოთაც და უბრალოდ დროის ამბავია, რომ თეთრზე შავად დავწეროთ, რომ ესეა. ნინუკა, მოდი ხაზი გავუსვათ იმასაც, კაცებსადო გავუსვით. ამ შედარებით რატო აღნიშნეთ, რომ კაცებში იწვევს, ხო? კი, ხშირი გავრცელებული მითი არის, აი ეს ტერმინი მე პირადად ხშირად მომისმენია, რომ კაცები მატარებლები არიან, რომ თითქოს ანუ ეს მათ არაფერს უშავებს. ერთი რომ ეს ესე არ არის, როგორც გვი აღნიშნეთ, ამ ფარინქსის კიბოსაც იწვევენ, პენისის, ანუსის კი შედარებით ნაკლებად ვთქვათ რიცხვების თვალსაზრისით რომ შევადაროთ, გასაგებია რომ ქალები უფრო ზიანდებიან, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ანუ ეს არ გვაინტერესებს კაცებს რა მოსდით. და თან მეორე ისიც არის, რომ რეალურად რაოდენობრივად რო ავიღოთ, ყველაზე მეტი სქესობრივი კონტაქტი აქვთ საპირისპირო სქესის ადამიანებს ერთმანეთთან და ანუ ეს ჯაჭვი, ასე ვთქვათ, მატარებლები ბჭყალებში მართლაც რომ არიან კაცები და ხშირად მოკლედ გადასცემენ ამ ქალებს. ამიტომ ემპირიულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაცებიც აიცრან და ქალებიც. უბრალოდ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფინანსური რესურსების შედარებით უფრო მწირი არის ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, ჯერ ქალების ვაქცინაცია დაიწყო, მაგრამ ეხა უკვე მასიურად კაცებიც ჩვენთანაც ასე არის, ეხა უკვე კაცებიც შეიძლება რომ აიცრან, რაც არის სწორი მიდგომა და მაგრამ იმ ნაწილს დაუბრუნდეთ, რომ აი ხორხის კიბო რატო გამოყავით როგორც კაცების პრობლემა. გამოყავით იმიტომ, რომ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს
ვირუსის აი ამ გააქტიურებას, ხო, როცა მიმაგრებულია მაგათი გლორწოვან გარსზე, ასეთები არის მაგათაც ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოხმარება და სტატისტიკურად უბრალოდ მეტი კაცი ეწევა დღეს და მოიხმარს ალკოჰოლს ვიდრე ქალი. ეს არის ერთ-ერთი ბანალური ახსნა, ანუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული შინაარსი ამაში არდებს. ნინუკა, ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სახეობებზე, არა, სხვადასხვა ტიპის გამოვლინებებზე, რომელიც შეიძლება რომ ადამიანის პაპილომავირუსებს ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ რაღაც შედეგები აღვწერეთ, ხო, როცა უკვე ასეთი შედეგები გვაქვს, მაგრამ იქნებ მე ვარ ინფიცირებული, ისე რომ დაავადება არ მივლინდება, რანაირად შემიძლია რომ გავიგო ეს. თუ აქვს ასეთი სერვისები ზოგადად მსოფლიოში და საქართველოში. მოკლედ, ერთი ცუდი ამბავი ის არის, რომ კაცების შემთხვევაში დღესდღეობით ბაზარზე არ არსებობს ისეთი კვლევა, რომელიც დაადასტურებს მოკლედ პაპილომავირუსის არსებობას. ანუ გამოკვლევის მეთოდი, მაგრამ კი, რაღაც ინსტრუმენტი არ გვაქვს, მაგრამ ინსტრუმენტი არა, უფრო ტექნიკური ხარვეზია და ქალების შემთხვევაში ტესტი გვაქვს, მაგრამ ქალების შემთხვევაში როგორ კეთდება ეს? საშვილოსნოს ყელიდან სპეციალური ჯაგრისით გასინჯვის ვაგინალური გასინჯვის დროს ექიმი იღებს პატარა ნიმუშს, შემდეგ ეს ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაზე და კეთდება, მე მგონი უკვე ყველასათვის ცნობილი დაახლოებით PCR მეთოდი არის, დაახლოებით კი არა PCR მეთოდი არის. ვნახულობთ ამ ნიმუშში ხო არ გვაქვს ამ ჩვენთვის ნაცნობი პაპილომავირუსებისთვის დამახასიათებელი გენეტიკური მასალა და ამ ტესტს გვეძახით გენოტიპირებას. რა მინდა რომელ კამერას მივმართო ხალხმა რომ კარგად გაიგოს და ძალიან ხშირი გავრცელებული გაუგებრობაა თუ როგორ ვთქვათ რომ ხშირად პაციენტებს გონიათ რომ პაპ ტესტს თუ გაიკეთებენ გაურკვევლობას იწვევს პაპ ტესტი და პაპილომავირუსები ეს ანუ თან არიან ერთმანეთთან კავშირში და თან არა და რატო პაპ ტესტი რას შვება? რომ ნახულობს პაპ ტესტის საშუალებით იგივე მეთოდია ჯაგრისით იღებენ პატარა ნიმუშს საშუალოსნოს ყელიდან, შემდეგ ეს ნიმუში იგზავრება ლაბორატორიაში და ლაბორანტი იქნება ეს თუ პათოლოგი თუ პათანატომი, არ ვიცი ტექნიკურად ვინ ასრულებს ამას, მიკროსკოპში უყურებს საშვილოსნოს ყელის უჯრედებს და ნახულობს ეს უჯრედები ხო არ არის გადაგვარებული, ანუ იქ ხო უნდა იქ ჩვენ ხო ვიცით რას უნდა ველოდებოდეთ და იქიდან ხო არ არის ცოტა გადახრა მოკლედ. ის ვერ ხედავს კიბოს წინარე მდგომარეობა რაღაცა ესენი რა აღმოაჩენს კი, მართალი ხარ, კიბოს წინარე ან უკვე კიბოს უჯრედები ხო არ არის იმ ნიმუშში უშუალოდ რაც ჩვენ მოგვაწოდეს. ეს ტესტი ვერაფრით ვერ ხედავს იქ არის თუ არა ვირუსი. გამორიცხულია. სულ სხვა მეთოდი არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ხო, მით უმეტეს რომელი შტამი. რატო ქვია პაპ ტესტი? პაპ ტესტი გამოიგონა ბერძენმა ექიმმა გიორგიოს თუ გიორგიუს შეიძლება არასწორად ვამბობ პაპა ნიკოლაუმ და მის საპატივცემულოდ დაერქვა პაპ ტესტი. Pap smear ესე ქვია მოკლედ ინგლისურად და მოკლედ ამიტომ იწვევს ხოლმე ხშირად ეს გაუგებრობას რომ რაღაც სახელებით ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია წეღან ეს ვთქვით რომ თუ კი ვთქვათ პაპ ტესტში რაღაც ცვლილება არის და ჩვენ ხედავთ რომ ეს უჯრედები გადაგვარებული არის, უკვე წინასწარ ვიცით რომ თითქმის 95%-ში სწორედ ამ პაპილომავირუსების გამო ამ მაღალი რისკის ან შედარებით მაღალი რისკის მქონე პაპილომავირუსებმა გამოიწვია ეს, მაგრამ ესეც აპრიორი ამას არ ნიშნავს. ხო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცრილებიც არიან, სულ არ ჭირთ არც ერთი პაპილომავირუსი, მაგრამ მაინც შეიძლება რომ რაღაც გადაგვარება მოხდეს. ხო, იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა არა პაპილომავირუსი გამოიწვია. მაგრამ ძალიან იშვიათია ეს, ხო? და ასევე ძალიან ხშირი გავრცელებული მითი არის, რომ თუ აცრილი ვარ, პაპ ტესტი აღარ უნდა გავიკეთო. ან თუ პაპ ტესტს ვიკეთებ, აცრა არ მჭირდება. ანუ არა, ესე არ არის, ეს ერთმანეთის ასე ვთქვათ, შემავსებელია და მაინც ადამიანებმა პაპ ტესტი უნდა იკეთონ. როგორც არის რეკომენდებული 3 წელიწადში ერთხელ 25 წლის მერე ჩვენ თუ არ ვწდებით ჩვენს ქვეყანაში ესეა, მაგრამ მე მგონი არ მithქვამს რატო უნდა გაიკეთონ ადამიანებმა პაპ ტესტი. ხო, მოდი, აი გამოკვლევის მეთოდებზე ვსაუბრობდით, ხო? და ანუ ჯერ ქალებში ვართ. და ქალებში გვაქვს ანუ ერთი ტესტი, რომელთაც დავადგენთ პაპილომავირუსის ეს კონკრეტული მაღალი რისკის ვარიანტებით ვართ თუ არა ინფიცირებული, ხო? და მეორე არის უკვე პაპ ტესტი, რომელიც არის რუტინული გამოკვლევის ინსტრუმენტი, რომელთაც აი ამ რაღაცა გადაგვარებულ უჯრედებს, კიბოსწინარე მდგომარეობებს ვადგენთ, რომ იმის შესაბამისად უკვე ექიმმა ინტერვენციები დაგეგმოს. ეს სერვისი ჩვენთანაც არის.
მოდი აი ამაზე ვისაუბროთ უფრო მეტ გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის ის, რასაც ჩვენ სკრინინგს ვუწოდებთ, ხო? ანუ ადამიანები, რომელზეც რაღაცა არ აწუხებთ, ანუ უსიმპტომო პოპულაციაში გატესტვა, რომ ფარულად მიმდინარე პროცესები არ აღმოვაჩინოთ. და ეს სერვისი ჩვენ საქართველოში გვაქვს. კი, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ იმიტომაც კეთდება სკრინინგი, რომ კიბო არავის არ ემართება 1 და 2 დღეში. ამიტომაც კეთდება 3 წელიწადში, თქვათ, ვინც დადებითია, თქვათ აღმოჩნდა, რომ ადამიანი დადებითია რომელიმე მაღალი რისკის პაპილომა ვირუსზე. მე ექიმი ეტყვის, რომ არა უშავს, მოდი ახლა შენ 3 წლის მაგივრად წელიწადში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ გავაკეთოთ ეს, რომ რამე არ გაგვეპაროს, რადგან არც ერთი კიბო არ ვითარდება 1 და 2 დღეში და ნებისმიერი კიბო, რომელიც ადრეულ საფეხურზეა დაჭერილი, 100%-ით იკურნება, ხო, ეს უკვე ბოლო მესამე მეოთხე სტადიების კიბოებია, რისი მკურნალობაც მოკლედ რთულია. ამიტომაც უნდა ჩავატაროთ რელიგიურად ყოველთვის, როცა რეკომენდებულია სკრინინგი და არ დაგვეზაროს და მივიდეთ ექიმე ქალები განსაკუთრებით მოკლედ ამ სკრინინგზე. მოდი აქვეც დავამატებ ნინუკა, რომ შემდგომში ჩვენთან გამოჩნდება ჩვენი ვებგვერდის მისამართი, სადაც თითოეულ მაყურებელს ახლა შეუძლია რომ ნახოს ინფორმაცია ასაკის მიხედვით, რომელი სერვისები ეკუთვნის და შესაბამისად იქ უკვე ის კონკრეტული დაავადებები ან სერვისის ქვეშ იქნება ინფორმაცია დატანილი და მათ შორის იქნება იმ ყველა სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი თავისი მისამართის მითითებით მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია, სადაც შეიძლება რომ ჩატარდეს და აქვე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი პროგრამა, რომელიც არის უფასო. და მოდი ერთს დავამატებ უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ესეთი მოგეხსენებათ რაღაც ეს ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში, ადრეც ესე იყო, მაგრამ ახლა ფორმები იცვალა უბრალოდ, ძალიან გააქტიურდნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცა ყველანაირ სამეცნიერო მიღწევას, პროგრესს, განსაკუთრებული აგრესიულობით უპირისპირდებიან, ხო? და ეს ჩვენს სოციალურ ქსელებს, ჩვენ გარემოში ასევე ძალიან შეინიშნება და მით უმეტეს ახლა ჩვენს აი ამ სოციალური მედიის პლატფორმებზე, სადაც ჩვენი ეს ჩანაწერები თავსდება უცებ ასეულობით, ათასობით კომენტარი ჩდება ხოლმე რაღაცა ნეგატიური შინაარსის შემცველი და მინდა რომ აი ხა ესე ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც გვიყურებს, მინდა იცოდეთ რომ არ დაიჯეროთ და არ მოექცეთ ზეგავლენის ქვეშ და არ ირწმუნოთ იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ისეთი და ფიქრობს ისე, როგორც იმ კომენტარებში კითხულობთ. არა, ეს რაღაცა ვიღაცები გვაჯერებენ, იმიტომ რომ ვიღაცებს რაღაცის გამო უნდათ ამ ყველაფრის შესახებ რომ ესეთი წარმოდგენა შექმნან. ჩვენთან სტატისტიკა ნინუკა დამეთანხმები, ხო? ჩვენ წინა გადაცემაში ეპიზოდში ამაზე ვისაუბრეთ. სტატისტიკა სხვა რაღაცას ამბობს. როცა წითელაწითურა ბაყურას ვაქცინებით მოცვა 90-95% და მეტი გვაქვს, ბ ჰეპატიტის ვაქცინაზე მოცვა 99%. ისინი, ვინც მაგ კომენტარებს წერენ, შემდგომში მიდიან და იცრებიან თვითონაც და თავის შვილებსაც ცრიან ამ დაავადებებს და სკრინინგის სერვისებითაც თუ კი იციან სარგებლობენ. ხო? ამიტომ მიაკითხეთ სამედიცინო დაწესებულებებს, ისარგებლეთ აი ამ პროგრამებით, იმიტომ რომ ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა იმას ნიშნავს, რომ ასეთი ინტერვენციები ყველასთვის უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობითი აღარ არის. ის არის ერთი კონკრეტული სამედიცინო სერვისი, რომელიც ადამიანების გარკვეული ნაწილებს არის ხელმისაწვდომი და ის ვერ შეცვლის ზოგადად ფონდს. ამიტომ არის უფასო და არა იმიტომ, რასაც ამობენ ხოლმე, რომ უფასო რო იყოს, ხო ამას გამოვეხმაროთ. უფასო არ არის, ჩვენ გადასახადებს ვიხდით. ყველანი ვიხდით. თითოეული ჩვენგანი ვიხდით ამ ყველაფრის გადასახადს და გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორებიც, ასევე ჩვენი სისტემის, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში, ხო? ნინუკა, კაცების ნაწილსაც შევეხოთ. გვაქვს თუ არა იქ ასეთი სერვისები? ანუ კაცებისთვისაც ხელმისაწვდომია ეს ვაქცინა. არა, გამოკვლევის ნაწილს. გამოკვლევის სამწუხაროდ არა, კაცების შემთხვევაში, ვთქვათ, სასქესო ორგანოებზე თუ მიდგება საუბარი, არ გვაქვს ტესტი, ტექნიკურად ვერ ვაკეთებთ ამას, თუმცა მართალია მარკეტზე, ეხლა ვსაუბრობ ეხლა ხორხის კიბოზე ვსაუბრობ, მართალია ბაზარზე არ არსებობს ტესტი, რომ აი ექიმთან მიხვიდე და ეს ვთქვათ, ნაცხივით აგიღონ ხორხიდან რაღაც და მე ნახონ პაპილომა ვირუსი არის თუ არა იქ, მაგრამ თუ რამე აკადემიური ან მეცნიერული ღირებულება აქვს, ეს შესაძლებელია, რომ იქიდან ნიმუში აიღო, ვთქვათ, აი ბიოპსიასავით რომ ეძახიან, ანუ
ქსოვილის პატარა ნიმუში აიღო და მე ლაბორატორიაში ზუსტად იგივე მეთოდით რაც წეღავ თქვით გენოტიპირებით ნახო ხომ არ არის იქ მაგრამ ეს არის რუტინული გამოწვევის საკითხი და როგორც ინსტრუმენტი არ აქვს და რატო კიდე ეს რატო არის ეს მნიშვნელოვანი სამწუხაროდ პაპილომა ვირუსის მკურნალობა არ არსებობს ანუ აი თქვათ დღეს მე ვარ დადებითი მე-16 სეროტიპზე ხო? ანუ ვერაფერს ვერ ვიზავ. ჩემი ასაკიდან გამომდინარე მე 31 წლის ვარ უკვე. სავარაუდოდ ამ ვირუსს მე თავიდან ვერ მოვიშორებ. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდება ეს ვირუსის ელიმინაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ ვირუსს ანუ ვერ მოვიშორებ 100%-ით ვერ მოვიშორებ. თუმცა შედარებით უფრო ნაკლები შანსი მაქვს ამის. ეს თქვათ კაცი იქნება თქალი მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვიღაცამ იცის რომ ინფიცირებულია კაცმა როგორ შეიძლება იცოდეს რომ ინფიცირებულია რომ თქვათ პარტნიორი თუ ყავდა ვინც ინფიცირებულია და შემდეგ შეატყობინა რომ აი მე გავიგე რომ ინფიცირებული ვარ სავარაუდოდ შენს ინფიცირებული იქნები რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის რომ ნუ ბარიერული საშუალებით უნდა დაიცვათ თავის სქესობრივი კონტაქტის დროს რა თქმა უნდა თქვენი პარტნიორი ეთიკური რაღაც მორალური კომპასის გამო უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და კიდევ ეს არ მინდოდა რომ დამვიწყებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვათა შორის და არ ვიცოდი. აი, მოდი ესეთი кейსი წარმოვიდგინოთ, რომ ყავთ პარტნიორი, არა აქვს მნიშვნელობა კაცი, ქალი, ანუ არა აქვს მოკლედ არანაირი მნიშვნელობა, როგორი წყვილია ეს. და ხართ მონოგამურ ურთიერთობაში. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ანუ სხვა ადამიანებთან არ გაქვთ სქესობრივი კონტაქტი და რომელიმე თქვენგანი, თქვათ, მოდი კაცი და ქალი ავიღოთ და ქალი არის დაინფიცირებული მაღალი რისკის პაპილომა ვირუსით. ამ შემთხვევაში და არიცავენ თავს ბარიერული საშუალებით. ეს წყვილი არიცავს თავს ბარიერული საშუალებით და ვთქვათ ხო, კონდომით და ვთქვათ მხოლოდ თავს იცავენ იმით, რა ქვია, კონტრაცეპტივით იცავს ქალი თავს. მაინც რეკომენდებულია, რომ 6-დან 12 თვემდე ამ წვილმა თავი დაიცვას ბარიერული საშუალებით და რატო? მიიჩნევა, რომ ესეთი რაღაც ხდება, რომ ძალიან მარტივად იშორებს ადამიანი ამ ვირუსს, მაგრამ თუ კი ვთქვათ ჩვენ სქესობრივი კონტაქტი გვაქვს რაღაც თუნდაც კვირაში ერთხელ ესე საშუალოდ რო ავიღოთ მოვიშორე, გადმომედო, იმიტომ რომ ჩემს პარტნიორსაც ხო აქ ეს და ეს ჩემი პარტნიორიც კი იშორებს თავიდან, მაგრამ ამ წყვილში ერთს რომელიღაცას რაღაც მომენტში აუცილებლად აქვს ეს ვირუსი, ანუ მან კი არის წრეარი მოკლედ რა. ამიტომ არის რეკომენდებული რომ ესეთი წყვილებისთვის შევწყვიტოთ მოკლედ ეს გადადების ჯაჭვი და უბრალოდ ბარიერული საშუალებით დაიცვან თავი. ეს ძალიან მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ მე ცოტა ხნის წინ გავიგე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას ხო თვით ელიმინაცია ახასიათებს უმეტეს. რა თქმა უნდა 10%-ია ხო თუ დაახლოებით კი სწორიც ხოია ვირუსი რჩება და მე განვითარებას განაგრძობს და ამ ძიმე შედეგებზე კი რა თქმა უნდა ამ ძიმე შედეგებთან მივდივართ ხო კი ბატონო ხო ნუ ეს რაღაცა ცოტა უკვე ნელა ჩვენ საზოგადოება გადადის იმ მიმართულებით რომ აი კულტურის ნაწილი ხდება ხო რაღაცა თავის მოვლა ჰიგიენას რაღაცები ვისწავლეთ და ეხა აი ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ესეც ასევე ხდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მათ შორის არის აი ასეთი ტიპის პრევენციული საშუალებები, რომელიც მარტო შენ თავს აღარ ეხება, ხო? ეხება სხვა ადამიანებსაც და ამიტომ ორმაგად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოდი, ბარემ ვთქვათ, ვისთვის რა ასაკში არის ყველაზე ძალიან რეკომენდებული. ვაქცინაცია, ხო? მოდი ზოგადად ხა ვაქცინაციაზე, ვაქცინაციაზე დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ პაპილომა ვირუსები ხო ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იყო აღმოჩენილი როგორც ამას კიდე თავისი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს როგორ იქნა აღმოჩენილი ეს პაპილომა ვირუსები და როგორ მოხდა იმის აღმოჩენა რომ ვირუსი არის პოტენციურად კიბოს გამომწვევი ამ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოზე იყო მაშინ საუბარი და შემდგომში ნუ აი ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემიაც გაიცა თუმცა ესეთი მარტივად ვერ მოხერხდა მოხელთება პაპილომა ვირუსების რომ ვაქცინას რაფად შექმნილიყო იმიტომ რომ რეალურად 2000-იანებში დაიწყო ვაქცინების შექმნა და უკვე ხელმისაწვდომობა მაშინ როცა მაგალითად აი გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან და უკვე ქონდა სხვა ვაქცინა მაგალითად გრიპის ვაქცინა ხო რომელიც თითქმის საუკუნოვანი ვაქცინა არის თავიდან ეს ვაქცინა იყო
ბივალენტური ხო სწორად მახსოვს, მათ 16 მე-18 შტამის, ანუ ორი შტამის საწინააღმდეგო. შემდეგ ევოლუცია განიცადა, განვითარდა, კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს რომელიც ქვეყანაში გვაქვს არის 4 ვალენტიანი ვაქცინა, 9 ვალენტიანი ვაქცინა. ნინუკა, მოდი ეს განმარტოთ ახლა. 4 ვალენტიანი რას ნიშნავს? ეს იმიტომ რომ ეს ვალენტიანი სხვა ვაქცინებთან მიმართებაში გვესმის ხოლმე და რომ ნათელი მოვფინოთ. 9 ვალენტიანი რას ნიშნავს? და რატო არის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის? მოკლედ, როდესაც ვაქცინებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ არის თქვა 2 ვალენტიანი, 3 თუ 5 ვალენტიანი, ეს ნიშნავს, რომ ამდენივე რამ რიცხვსაც ვამბობთ, ამდენი სეროტიპის საწინააღმდეგოდ გვიცავს. 4 ვალენტიანი ვაქცინა გვიცავს მე-16, მე-11, არა, ბოდიში, მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 სეროტიპებისგან. 9 ვალენტიანი გვიცავს ამ 4-ისგან, დამატებულია კიდე 5 სეროტიპი, 20 მე-11, 50 მე-11, რო არ მოგატყუოთ რიცხვები ხა არ მახსოვს, რასაც არსებითი მნიშვნელობა მოკლედ არ აქვს. როგორც ჩვენ აღნიშნე, სახელმწიფოს მიერ უფასოდ ბრჭყალებში არის სახელმწიფოს გვაწოდებს მოკლედ ამ ვაქცინას უფასოდ და ვისთვის არის ხელმისაწვდომი 10-დან 26 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის და 10-დან 45 წლის ჩათვლით ქალებისთვის. თუმცა არსებობს იდეალური ასაკი, როცა შეიძლება რომ ადამიანი აიცრას და ეს ასაკი არის 10-დან 12, 10-დან 13 წლამდე, რადგან ამ დროს ადამიანებს ჯერ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული არ აქვს და თქმა უნდა ჯობს რომ მომზადებული შეხვდე ადამიანი ესეთ ვაქცინას. ეს ვაქცინა გვთავაზობს ეგრეთ წოდებულ lifelong immunity-ს, ანუ ერთხელ რომ დაამთავრებ ვაქცინაციების სერიას, ითვლება რომ ცხოვრების ბოლომდე დაცული ხარ და რევაქცინაცია მოკლედ არ გჭირდება. მესმის რომ მშობლებისთვის ხშირად სენსიტიური თემა არის, რომ ეუბნები რომ 10 წლის ბავშვი უნდა აუცრა, მე ხა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე და შენი 10 წლის ბავშვზე ამაზე საერთოდ არც გინდა რომ იფიქრო და ძალიან ლოგიკური და ესეთი ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ ეს ემოციები ჯობს რომ დროებით გვერდზე გადავდო და დავფიქრდეთ რა კარგ საქმეს უკეთებ. აბა კონკრეტულად ხო, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელიც რომელიც გიყურებს, ახლა რომ ვსაუბრობთ, ძირითადად არიან, ძირითადად არა, რაღაც დიდი ნაწილი ყავს, რომელიც არიან ახალგაზრდა მშობლები და იმათვისაც რომ უფრო გასაგები გახდეს, აი ეს 10-დან 45-მდე და 26-ის ჩათვლით რას ნიშნავს, ხო და 45-ის ჩათვლით. ბავშვთა ასაკში განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ხო, ანუ 10, 11, 12 წელი ეს არის აი ეს აცრების ეროვნულ კალენდარში შესული ეს ვაქცინები. ხო, აი ეს ოჯახის ექიმი რო ურეკავთ, პედიატრი რო ურეკავთ, რომ მოიყვანეთ ბავშვი, იქ შევიდა ბოლო წლებში ბიჭების და გოგოებიც. და აი 12 წლიდან ზემოთ ეს არის გაფართოებული პროგრამა იმუნიზაციის, რომელიც დროებითი სახელმწიფო პროგრამაა, დროებითი. ისარგებლეთ გთხოვთ. ხო, სანამ საშუალება გვაქვს, იმიტომ რომ მიახლოებით უთხრათ ნინუკა რა ღირს დაახლოებით ეს ვაქცინები თითო დოზა. რამდენიმე წლის წინ ეს ვაქცინა დაახლოებით 4 ვალენტიანზე ვამბობ, ღირდა დაახლოებით $100-120 ერთი ვაქცინა. მე ვამბობ თვითღირებულებას. 300-400 ლერ კომერციულად რაც არის ხელმისაწვდომი, ხო? ერთი დოზა. ერთი დოზა, რაც 859 ლარი დაახლოებით 9 ვალენტიანი ვაქცინის ერთი დოზა. ძალიან ძვირია, ერთ-ერთი ძალიან ძვირად ღირებული ვაქცინა, ამიტომ სანამ არის საშუალება, ხო, სანამ არის საშუალება, თქვენ ამ ვაქცინებში ფული უკვე გადახდილი გაქვთ. კი. თქვენ დაფინანსებით არის ეს სახელმწიფო პროგრამა, შესაბამისად ამ საშუალებით უნდა ისარგებლოთ. და რასაც ამბობდით, ანუ დოზირებაც განსხვავდება, ხო, ამ ასაკში. და წეგან რაც თქვი რომ გარდა იმისა რომ სქესობრივი ცხოვრება სანამ დაიწყებენ მომზადებულები დახვდნენ ორი აზრი არ არსებობს, რომ 10 წლის და 12 წლის ბავშვის იმუნური სისტემა უფრო ჭყალებს გამოვიყენებ კარგად მუშაობს, ვიდრე 45 წლის ადამიანი. ანუ დადასტურებული ფაქტია, რომ ამ ასაკში იდეალური იმუნური პასუხი ვითარდება. ამიტომ რაც უფრო ადრე აუცრით, ესე იგი უკეთესი იმუნური პასუხიც ჩამოუყალიბდებათ. და კიდევ ვაქცინების დაზოგვის მიზნით, რადგან თითოეული დოზა ძალიან ძვირფასი არის, 15 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ მხოლოდ 2 დოზა და 15 წლის შემდეგ 3 დოზა სჭირდებათ, სწორედ იმის გამო, რომ აღმოჩნდა, რომ ისეთი იმუნური პასუხი ვერ ყალიბდება. თუმცა, ერთი კარგი ამბავი არის, ზოგადად არავის უხარია ზედმეტი ვაქცინა, იმიტომ რომ სამჯერ უნდა 3 ჩხლეტა არის. ასევე ჯანდაცვის კუთხიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტი ვაქცინა გაქვს გასაკეთებელი, უფრო მეტ პაციენტს კარგავს. ზოგი არ მოდის, პაციენტს არ მოდის, ადამიანს არ არიან ესენი პაციენტები. 3 ვაქცინაზე რო იბარებ ვიღაცას, იმის ალბათობა რომ არ მოვიდეს, უფრო მეტია, ხო? ამიტომ ყოველთვის გირჩევნია რომ ნაკლები დოზა გჭირდებოდეს და აი დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში იქნება რეკომენდაცია რომ 15 წელს ზევითაც
შეიძლება 2-მდე შეამცირონ და 15 წელს ქვევით ერთი ვაქცინა დატოვონ, ან ორივე ჯგუფში 2 ვაქცინა დატოვონ. კი, ხო, მაგაზე აქტიურად მიდის, ახლა გავეცნობოდი ამ ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ამ საკითხზე, რომელიც ძალიან რეკომენდებს, რომ ერთდოზიან ვაქცინაციის ციკლზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აი ფაქტორების გამო, რომელიც ახლა ვისაუბრეთ, ერთის მხრივ, რომ არის ძალიან ძვირი, მეორეს მხრივ დეფიციტური ვაქცინაა, ხო, ამ ეტაპზე ჩვენ გარდასიზზე ვსაუბრობთ, ხო, ანუ ერთი მწარმოებელი, რომელიც ამერიკული ვაქცინა, არ არის ეს ფართო ხელმისაწვდომობის, ანუ ეგეც რომ მაინც ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრივილეგია. არის ეს პრივილეგია, კი. რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ეს ვაქცინა გქონდეს. ყველა ქვეყანას არ აქვს ეს პრივილეგია, ამას ეს გვაქვს იმიტომ, რომ მეგობრად და თანამოაზრეთ მოვიაზრებოდით იმ განვითარებული ქვეყნების, ხო? და რაც უფრო აი ესეთი ჭკვიანურად დაიგეგმება, როგორც ახლა მაგათი 15 წლამდე უფრო მეტი ბავშვი თუ აიცრება, ხო? და შემდგომ 3 დოზა არ დაჭირდება, ამით უფრო მეტ ადამიანს ექნება ხელმისაწვდომობა ამაზეც და უკვე აი ესეთი სიახლეები, რომელიც გვეწევა, არის ახალი ვაქცინები, რომლებიც სხვა ეტაპებს გადიან, უკვე რეკომენდაციები არის, რომელიც შეიძლება ერთდოზიანი იყოს, ოღონდ ესენი მაინც განმარტოთ, ჩვენთან არ არის მუდაელოდებით, შეიძლება ეს მრავალი წელი, 10 წელი გავიდეს, კიდე არ იყოს. ჯერჯერობით ეს საუბარია კონკრეტულ ქვეყნებზე და კონკრეტული ქვეყნის ბაზრებზე, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური ვაქცინაა ეს და ესეთი უნივერსალური მოცვა ალბათ ძალიან დიდხანს ვერ იქნება ჯერ კიდევ. ხო? და ესეც კიდე ერთხელ რომ ის ვთქვათ, თუ ან 15 წლამდე ანუ გჭირდება 2 დოზა და ამ 15 წლამდე ვიღებთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რის მიღებაც შეგვიძლია, ხო, ამ ვაქცინისგან და მერე უკვე 3. რაც კიდევ მინდა რომ არ დაგვავიწყდეს, ხშირად გავრცელებული ასევე გაუგებრობა არის, რომ თუ კი სქესობრივი ცხოვრება ადამიანს უკვე დაწყებული აქვს, აღარ შეიძლება მისთვის ეს ვაქცინა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, გარდა იმისა, რომ თუ კი სქესობრივად აქტიური ადამიანი შეიძლება აიცრას, სულ რომ იცოდეს, რომ ვთქვათ, მე-16 პაპილომავირუსი არის დადებითი და ამ ვირუსის მატარებელია, იმ დანარჩენებზე 3 რაც შედის იმ ვაქცინაში, ის ხო არ ჭირს, ამიტომ რო აიცრას, იმ 3-ის წინააღმდეგ დაცული იქნება. ამ მე-16-ს სამწუხაროდ ვაქცინა ვერაფერს უზავს. სხეულმა თავად შეიძლება რომ მოიშოროს ეს ვირუსი, მაგრამ ნუ ვაქცინა ამ პროცესში ვერ დაგეხმარება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, 18-ის, 21-ის თუ 25-ის სქესობრივად აქტიური ხართ, არ ხართ და არ ხართ ამაზე აცრილი, გთხოვთ რომ მიდით უახლოეს პოლიკლინიკაში თუ სადაც იქნება, როგორც უკვე თქვი, თქვენ მიაწოდებთ ამ ინფორმაციას. და მოკლედ თავისუფლად შეძლებთ რომ აიცრათ. ეს ვაქცინა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მარტივად გადასატან ვაქცინად, იმიტომ რომ არ იწვევს რაღაც გვერდით ეფექტებს, აი მაქსიმუმ სუბუქი მხრის ტკივილის, სადაც იცრება ეს ვაქცინა. მაგ თემას ცოტა მეტი ვისაუბროთ, ხო? ანუ წეგან ვაქცინეთო ცოტა განსხვავებული ტიპის ვაქცინა. აი ხა თქვი თითქმის არ იწვევს ამ გვერდით მოვლენებს და ეს შემდეგ. რა განასხვავებს აი ამ ვაქცინას ხუებისგან ერთი განსხვავდება? იმიტომ თვითონ ხა ეს მოდელი, რადგან ვსაუბრობთ, რომ აი მაგალითად ვაქცინაციის გარდა ადამიანის პაპილომავირუსების აი ამ საშიში ვარიანტების ან არასასურველი ვარიანტების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავების სხვა გზა არ არსებობს, ხო? მაშინ როცა ბევრ ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებით ესე არ არის, იმიტომ რომ ერთხელ ავადობის შემდეგ როგორც წესი იმუნიტეტი ყალიბდება. აი რა განასხვავებს ახლა ამ ვაქცინას ესეთი პაპილომავირუსის ვაქცინას? მოკლედ, პაპილომავირუსის ვაქცინის შექმნა სხვადასხვა მიდგომით სადეს და საბოლოოდ შეჯერდნენ იმაზე, რომ დღეს რა ვაქცინაც გვაქვს, არის ეგრეთ წოდებული virus-like particle, ანუ ვირუსის მსგავსი ნაწილაკი და ეს რას ნიშნავს, რომ აი 3 განზომილებაში რომ წარმოვიდგინოთ, ვირუსი შეგვყავს ორგანიზმში, ოღონდ ვირუს გავს, ანუ მხოლოდ გარედან არის ეს ვირუსი, არ აქვს გამრავლების უნარი, ანუ თუ კი შეგვყავს ვირუსის მსგავსი ვირუს გავს გარედან, შიგნით არ აქვს გენეტიკური მასალა საერთოდ იმისთვის, რომ გამრავლდეს და თუ კი უბრალოდ ვამბობ ეს რიცხვი ბევრად მაღალია, თუ კი შეიყვან 100 ვირუსის მსგავს ნაწილაკს, ის 101 ვერასდროს ვერ გახდება, ანუ მხოლოდ 100 იქნება, იმიტომ რომ ვერ მრავლდება.
მაგრამ ასე ვთქვათ და რატო არის რას აკეთებს ესეთი ვირუსივით რაღაც ხო არის particle ან ნაწილაკი და გარედან აქვს ის ანტიგენები, ანუ ის რაღაცეები, რასაც ჩვენი იმუნური სისტემა აღიქვავს როგორც უცხოთ. და აი ამ ზედაპირს ვფარავთ სწორედ იმ მოდი ცილები ვთქვათ, იმ ცილებით, რითაც ნამდვილი პაპილომა ვირუსი არის გარედან დაფარული და რაც ყველაზე კარგად აღაგზნებს იმუნურ სისტემას. ანუ ჩვენს იმუნურ სისტემას ვატყუებთ, რომ ნახე რა ვირუსია. ანუ როცა ვირუსი მე მოხვდება ორგანიზმში და ამ გარეგნულ ცილებს დაინახავს, მას უკვე განეიტრალებს პირდაპირ. იმიტომ რომ მანამდე მოტყუდა და ამ ცილების ამოცნობა დაიწყო წინასწარ. ზუსტად, აი მაგალითად რომ წარმოიდგინოთ რაღაც დაცვის სისტემას, რომ ჩემი და შენი სურათები ანახო და უთხრა, რომ მეორე ჯერზე, ოღონდ ანუ ჩემი და შენი სურათები ანახო, ფიზიკურად ჩვენ კი არ მეგვიყვანოს იქ ვინმე, აი ეს ადამიანები დაიჭირეთ. ან რაღაც ხო, დაიჭირეთ და შემდეგ ჯერზე რომ მართლა რომ მივალთ სადაც ეს დაცვა არის, რომ მოკლედ აგვიყვანონ და გაგვანეიტრალონ. აი ზუსტად ესე იქცევა ჩვენი იმუნური სისტემა და რატო ვთქვი, რომ თეორიული შანსიც არ არის, რომ ადამიანს დაემართოს ნამდვილი ჭეშმარიტი პაპილომავირუსის ინფექცია, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში არ შეგვყავს არანაირი ვირუსი. ვირუსის მსგავსი ნაწილაკი შეგვყავს. კი ბატონო, ნინუკა, მოდი ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენი პოდკასტი და ვისაუბროთ აი რამდენიმე ხშირადასმულ შეკითხვაზე და იმ მითებზე, რომელიც ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინის მიმართ არსებობს. ალბათ აი ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ერთ-ერთი იყო, რომელმაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ნახა. ანუ ისეთი ძლიერი დეზინფორმაციის კამპანია დაუპირისპირდა საქართველოში, როგორც კი ხდება ხოლმე, მაგრამ თათ ასეთი ძლიერი არა. ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა წეღანაც ჩვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ინფორმაციის დეფიციტით უფრო არის გამოწვეული, რომ არა გვაქვს ისეთი მოცვა ვაქცინაციით, როგორც გვინდა, არამც თუ იმით, რომ რაღაცა დეზინფორმაციის გამო ადამიანები არ იღებდნენ ამ ვაქცინას. მაგრამ შეკითხვები მაინც არსებობს. ერთი პირველი არის ის, რომ მოდი კიდე ის განმარტოთ, რომ ის ამ ასაკობრივი ბარიერები დაფინანსების, რომელიც პროგრამას გააჩნია, ხშირად არის ხოლმე ასოცირებული და გაიგივებული, რომ აი ეს არის ვაქცინაციისთვის რეკომენდებული ან დაშვებული დროები. შეგვიძლია თუ არა, რომ კაცები 26 წლის ზემოთ და ქალები რომელიც ამ შემთხვევაში 45 წლის ზემოთ გამოდის, მათაც გაიკეთონ ეს ვაქცინა და რა შემთხვევაში უნდა გაიკეთონ, რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთონ, აი ამაზე მოკლედ რა უპასუხოთ. მოკლედ, რეკომენდაცია ისეთია, რომ იდეაში ითვლება, რომ 26 წელს ზევით ეს ვაქცინა არ არის ისეთი ეფექტური, ვიდრე ვთქვათ, როგორც ვთქვით 15 წლის, 13 წლის ასაკში აცრილი ადამიანები, რადგან რა თქმა უნდა, კლინიკური კვლევები ამ ადამიანის ჯგუფზე იმდენად არ არის ჩატარებული, ვიდრე ვთქვათ პატარა შედარებით ახალგაზრდა ასაკში აცრილ ადამიანებზე. და მეორე ამბავი, მეორე საკითხი არის ის, რომ არ ვიცით რამდენად ეფექტური არის ეს ვაქცინა, ვთქვათ 35 წლის ადამიანში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე არ უნდა აიცრან, მიუხედავად კი არა, მით უმეტეს თუ კი მოკლედ ხელმისაწვდომია ეს ადამიანი. როგორც წესი ჯობს, რომ თქვენს მკურნალ, ვთქვათ გინეკოლოგთან ან ოჯახის ექიმთან, ვისთანაც გაქვთ ხოლმე საუბრები, მასთან გაიარეთ რეკომენდაცია, მაგრამ აი ცოტა ესე რომ შევაჯამოთ რა. აი რომ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც არის მონოგამურ ურთიერთობაში, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ შეიცვალოს და რა თქმა უნდა ამის გარანტიები არ არსებობს, რო აიღო ადამიანი, რომელსაც პარტნიორი არ ყავს, ან მრავალი პარტნიორი ყავს და ხშირად იცვლის პარტნიორებს, რა თქმა უნდა ეს ადამიანი უფრო ჯობს რომ აიცრას, როცა არჩევანზეა საუბარი, როცა უნდა გაანაწილო ეს ვაქცინა, ვიდრე ვთქვათ წყვილში ადამიანი, რომელიც მონოგამურ ურთიერთობაშია, რადგან რა თქმა უნდა, აი ამ ადამიანს, რომელიც თავისუფალი ცხოვრების წესით ცხოვრობს, უფრო მაღალი რისკი აქვს დაინფიცირების, ხო? ამიტომ ხაზე გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვაშეიმიგებთ, არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ მან უნდა იცოდეს, რომ რისკები არსებობს და თავი დაიცოს, ხო? კი, მეც რო ვთქვათ, მეკითხებიან ხოლმე, ზოგჯერ არის ახლობელი
გეკითხება, ღია არის შენთან და უნდა ვთქვათ, რომ გითხრას, უნდა კი არა, მზაობა აქვს იმის, რომ გაგიზიაროს ვთქვათ მისი პირადი ცხოვრების შემცველი ფაქტები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პაციენტს ისე ვაწოდებ ხოლმე, პაციენტები არ არიან ესენი, არიან ადამიანები. ადამიანებს ისე ვაწოდებ ინფორმაციას, რომ თუ ხართ მონოგამურ ურთიერთობაში, ესეთ ჯობს და თუ არა, ესე და იქ უკვე თავად შეუძლიათ მოკლედ მიიღონ რომ ხო, ეს არის ზოგადი, რადგან ჩვენ საუბრობთ, ხო, იმიტომ რომ იქ ეხა ცხოვრების წესები ორი რაღაც არის მაგრამ მე ძალიან მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას. იმიტომ რომ პაპილომა ვირუსი არის ვიღაც აცრილი, ეს საერთოდ არ აძლევს ვინმეს იმის საშუალებას, რომ რაღაც თავზე ხელაღებული ცხოვრების წესით იცხოვროს იმ თვალსაზრისით, რომ არ დაიცვას თავი. არავის არ ამუნათებს, იმიტომ რომ ვიღაცას სექსი აქვს. ეს არის ჩვენ თანხმდებით, რომ ადამიანებს სექსი აქვთ. მე მგონი მივედით განვითარების მაგ საფეხურს მივაღწიეთ. რელევანტური და ეს საკითხი საზოგადოებისთვის. კი, ნამდვილად, მაგრამ თავი უნდა დაიცვათ, ხო? განსაკუთრებით თუ თქვათ ახალი პარტნიორია, ჯერ ერთმანეთს კარგად არ იცნობთ, ან მანამდე ყოლიათ სხვა პარტნიორები, სადაც თავი არ დაგიცავთ, რადგან ძალიან ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები საერთოდ უსიმპტომოა. პაპილომა ვირუსი იქნება ეს HIV ინფექცია, B ჰეპატიტი თუ ქლამიდია თუ ასე შემდეგ. ასევე კიდევ ერთხელ არ ტეხავს, რომ ეს ინფექცია აბსოლუტურად ყველას შეიძლება დაემართოს. თავსაც რო იცავს თან ძალიან კარგად, მაგრამ სიფრთხილე მოკლედ აუცილებლად ყოველთვის უნდა გამოვირჩინოთ. ნინუკა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა და არ ტეხავს ამაზე ლაპარაკი. არ ტეხავს, არანაირად არ ტეხავს. არც პრეზერვატივის ყიდვა არ ტეხავს აფთიაქში. არც ეგ არ ტეხავს. მაგრამ ეს მეორე უკიდურესობა ასევე რომელზეც უსვამთ ხას, იმიტომ რომ დღეს როცა მეცნიერებმა ჩვენ გვაჩუქა რაღაცა პროდუქტები, რომელთაც შეგვიძლია რომ თავიდან ავირიდოთ, მაგალითად ადამიანის პაპილომა ვირუსი HIV ინფექციაში იცი ხო, გვაქვს ეს პრეპიც, რომელიც ამისთვის გამოიყენება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ესეც ახლა ესეთი მაღალი რისკი. თალკე საპოდკასტო თემაა ეგ. ხო, ანუ იმას გულისხმობ, რომ ხო, ესეც ინდივიდუალურად განიხილება, ხო, ეს რისკები. და როცა შეგიძლია რომ B ჰეპატიტიც აიცრა ადამიანს, ეს არ გაძლევს, ხო, ეს ხშირად უნდა ვიმეორეთ, რა. სხვა დაავადებებიც არსებობს, რომლებიც ვაქცინით პრევენცირებადი არ არის და წამლებიც ცოტა ვერ შველის. წამლებიც ცოტა ვერ შველის, ხო, ან რეზიდენტული ვარიანტებია ძნელად განკურნებადი, ან უკვე უკურნებელი. რეზისტენტული გონორია. ამაზე იფიქრეთ. კი ბატონო, მაგალითად, ეს რეზიდენტული ასე განმარტოთ, ანუ უკვე გამძლე ვარიანტი დაავადების, რომელიც წინააღმდეგაც ინსტრუმენტები თითქმის არ აქვს. კი ბატონო, მე მგონი ამით ძირითად საკითხებს, რომელიც ეხებოდა ადამიანის პაპილომა ვირუსებს, ყველაფერს შევეხეთ. მე ერთხელ კიდე მოვუწოდებ ჩვენს მაყურებელს, რომ ბიჭებიც გოგოებიც თქვენ გარშემო ვინც არიან, ყველას მიაწოდეთ ეს ინფორმაცია და რა ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ხო, რომ ვაქცინაცია რომელიც განსაკუთრებით პატარა ასაკში მაქსიმალურ შედეგს გვაძლევს. ხელმისაწვდომია ბიჭებისთვისაც, გოგოებისთვისაც, უფრო ასაკში 26 წლის ჩათვლით, 45 წლის 26 ჩათვლით ბიჭებისთვის, 45 წლის ჩათვლით გოგოებისთვის და ქალებისთვის და ასევე სკრინინგის სერვისები, რომელიც ქვეყანაში არსებობს 25 წლიდან ზემოთ ქალებისთვის და მით უმეტეს აი ეს კომბინაცია ამ სერვისების გამოყენება თქვენ თავიდან აგარიდებთ იმ პოტენციურ საფრთხებს, რომელიც მოდის ადამიანის პაპილომა ვირუსების ძალიან დიდი ოჯახისგან და კიდე ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ოჯახი ვირუსების, რომლის ამ სეროტიპების, ანუ სხვადასხვა ვარიანტების, შტამების შესწავლა ნელ-ნელა მიმდინარეობს და კი დღეს უკვე ამდენი გვაქვს აღმოჩენილი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ამით დავასრულეთ ეს კვლევა, ხო? ანუ მუდმივად უნდა ვიყოთ საქმის კურსში მეცნიერების სიახლეების, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ნინუკა რო გვისმენენ ადამიანები, ესეც არის მეცნიერების შედეგი. ნამდვილად. რამის დამატება, რამე რეკომენდაცია ხო არ გინდა? აწერით თქვენი შვილები, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და გადასარავი საშუალებაა, რომ ნაკლები პრობლემა გქონდეთ ცხოვრებაში. მეც აცრილი ვარ. მე გვიანა ვიცერი, რადგან უკვე ჩემთვის ხელმისაწვდომი რო გახდა, ესე მითხრეს, რომ შენო 19 წლის ხარო, უკვე ძალიან გვიან არისო. არ იყო ძალიან გვიან, ნეტა აუცრილიყავი თავის დროზე, მაგრამ 25 წლის ასაკში თავად ავიცერი
მაშინ ჩვენთან არ იყო კომერციულად ხელმისაწვდომი და მოკლედ როგორც კი გახდა ჩემთვის კომერციულად ხელმისაწვდომი, მაშინვე ავიცერი გარდასილით იგივე ვაქცინით, რაც ჩვენს ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. კი, ეხაც იგივე ვაქცინა გვაქვს და ანუ მეც ოღონდ მე უკვე ამ ასაკობრივ ჯგუფში აღარ ვიყავი, შესაბამისად კომერციულად მომიწია იმავე ვაქცინის გაკეთება, რომელიც დღეს გვაქვს პროგრამაში. ნინუკა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით კიდევ არაერთ ეპიზოდში, ჯერ ამისთვის ალბათ ქვეყანაში უნდა გქონდეს მშვიდობა, იმისთვის რომ ნინუკასნაირმა სპეციალისტებმა იფიქრონ იმაზე, რომ ქვეყანას დაუბრუნდნენ და ისევ ემსახურონ საქართველოს და მე მინდა რომ მაყურებელს მოგმართოთ, გთხოვთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გამოყვებით სხვა სოციალურ ქსელებში, შესაბამისი ლინკები, აღწერები შეგიძლიათ რომ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში და გაგვიზიარეთ თქვენი შეკითხვები, თქვენი მიმართვები, ნინუკასანს თუ გაქვთ რამე შეკითხვა, აუცილებლად გიპასუხებთ და ასევე კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ, რა თემაზე და რომელ სტუმრებს ისურვებდით ჩვენს შემდეგ ეპიზოდებში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.